gon' do this. რაც არის მომწონს და ვიქნებოდი, არ ვიცი, ისე მიყვარს სხვადასხვა პროფესიების, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტირება, ანუ ძალიან ბევრი რაღაც ვცადე და რაც ძალიან მომწონს, ის კარგად გამომდის. ის რომ შემიძლია ძალიან მალევე ყველას რაღაც ყველაფერი ვაპატი, ანუ რაღაც მალევე მავიწყდება წენა. ეს მგონი კარგია. ერთი და ერთადერთი არ მყავს. ბევრი, ასე ვთქვათ, როლ მოდელი მყავს. ერთ ვერ ჩამოვთვლი და გააჩნია კიდე რაღაცა პერიოდს და ზოგჯერ ვარ ეს რაღაცა ვთქვათ რაღაცის ინსპირაციის ქვეშ ვიღაცის ანუ ის კი არ ვიღაცას კი არ მივბაძა უბრალოდ ის მომწონს მისი ვთქვათ რაღაცები იმდენად მომწონს რომ ამ გავლენის ქვეშ ვექცევი და მე უკვე ჩემ ხასიათზე გადმოდის და ეს ძალიან კარგი იმიტომ რომ საჭირო არის ყოველთვის ინსპირაცია როცა ხარ შემოქმედებითი ადამიანი და თუ გჭირდება რაღაცის ძიებაში უნდა იყო და რატომაც არა. ეს შეიძლება იყოს წიგნის გმირი და შეიძლება ფილმის გმირი ან თლათ ნამდვილი პიროვნება. ძალიან მომწონს ჩოგბურთი, ანუ ეს ერთადერთი სპორტი არის, რომელიც ასე ვთქვათ, შემიძლია რომ ვითამაშო. დანარჩენი არა, ну სირბილი მიყვარს კიდე. ცურვად ცოტა ვიცი, კარგად არა. ბავშვობაში სხვათა შორის მინდოდა კი არა ესე მიფიქრია და მისურვია რომ ვიყო ვთქვათ რაღაცა ესეთი მედიური სახე ხო ვთქვათ მაგრამ რომ მოდელი რომ ყოფილიყავი ან რაღაცა ის ზუსტად ამას ესე ვერ უგზნობდი ალბათ რაღაც ეს ინტუიცია მაქვს გზნობდი რომ რაღაცა ესეთი იქნებოდა და ნუ ალბათ ამისრულდა პიანინოზე არ ვიცი დააკვრათ და სიამოვნებით დაუკრავდი. ჰობი? გააჩნია ძალიან ბევრი რაღაც მომწონს, რის კეთებაც მიყვარს. აი ძალიან ბევრი, აი ეგეც რაღაცა პერიოდებთან არის დაკავშირებით. ძალიან მიყვარს ცეკვა. ფიქრობ რომ ეს ერთ-ერთი ჩემი ესე ვთქვათ რაღაც სტრესაუტი არის. ცუდ ხასიათიც რო ხარ, ცეკვავ და რაღაც გამოდიხარ მდგომარეობიდან, ხარჯავ იმ ენერგიას, იმ რაღაც ადრენალინს, ყველაფერს გამოყოფ იმის და ხარ რაღაც სუპუკად მე კარგად. ნუ არასდროს არ თქვა არასდროს. არ ვიცი, არ მიფიქრია. ნუ არასდროს არ მოვყვა ადამიანს ესე მხოლოდ აი ეგ. მაგრამ მაინც ვიტყვი რომ არასდროს არ თქვა არასდროს. არაფერს არასდროს. პირველი კოცდა და მე მგონი 12 წელს არ მახსოვს რაღაც ისეთი ბავშვური. არ გქონია. აი ნამდვილი სიყვარული, რომელიც მე შეიძლება უკვე ზედმეტებში გადადის ჩემი აი ეს მოთხოვნა ჩემს მიმართ, რომ ძალიან ვითხოვ რომ ეს იყოს ნამდვილი და არასდროს არ გამომდის. ალბათ ჩემში არის პრობლემა და ან ვფიქრობ რომ ეს არის ბედისწერა და ალბათ მოვა. თუ მოსასვლელია მოვა. ნატალია რო დავინახე, ეს იყო ზუსტად 14 წლის წინ 26 ივლისს და აი რო გაჩნდა და პირველი რაც დავინახე ის იყო მისი ტუჩები. და აი ეგ იყო ყველაზე ბედნიერი დღე და ნუ ჯერჯერობით და ვფიქრობ რომ ამაზე კარგი დღე არ არსებობს კიდე იყოს. ნუ თუ კიდე მეორე ბავშვს გავაჩინე, ეს იგი ორი ბედნიერი დღე იქნება. რაც მინდა იმას ვამბობ, ძალიან პირდაპირ ვარ, ვერ ჩუმდები. მე მიყვარს კამერასთან, მე ვფიქრობ რომ მაქვს სიყვარული. აი ნამდვილი სიყვარული რაც არის მე და ობიექტივს გვაქვს ძალიან სერიოზული სიყვარული ეს არის რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყო ამათ ვიყო და ვერ ვიყო აი რაღაცა ხასიათზე მაინც როგორც კი ვხედავ ობიექტივს იქვე ყველაფერი ვავიწყდება ფოტოსესია უფრო მიყვარს ვიდრე ჩვენება თუმცა სცენაც ძალიან მიყვარს ძალიან ბევრი
არ ვიცი, ძალიან ბევრი სისულელი შეიძლება ადამიანმა გააკეთოს, იმიტომ რომ აუცილებელიც არის. ცხოვრება ეს არის, ანუ ეგეთია, საინტერესო არის, სისულელსაც აკეთებ და იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ რაღაცა როგორ ვთქვა, გამოცდილება ეგეც, გამოცდილება არის და ის სისულელე არის თუ შეცდომა, ფიქრობ რომ აუცილებელიც არის. ანუ ის კი არა სპეციალურად გავაკეთოთ ეს შეცდომა, სისულელე. უბრალოდ ეს ისე გამოვიდა, მე რა მოხდა? არა უშავს, არაფერზე არ უნდა ინანო. საუკეთესო ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი, ჩემი საქმე და ბევრი რაღაცა არის. განცდა ცოტა ისეთი თემა არ მიყვარს აი ესეთი გრძნობები განცდა ნანული ვფიქრობ რომ რაც ხდება ეს ხდება უკეთესობისკენ ანუ რაღაცა რომ მოხდება და რაღაც არ მომწონს და რაღაცა ისე ცუდად ვიწნარებ თავს და ვიცი ზუსტად რომ ამის მერე უკვე შემდეგ ძალიან კარგი რაღაც მოხდება და ამიტომ მივეჩვი უკვე და ძალიან კარგად ვფლობ ჩემ თავს და ვიცი რაც იქნება. სხვათა შორის მესამე თვალი მოხდა განვითარებული ძალიან და გრძნობ რაღაცებს და ამიტომ ვენდობი ძალიან ბრმად და არ განვიცდი არაფერს. არ მჯერა ადამიანების იცი რა არის თან ჯერა თან არ მჯერა მაგრამ ეგეც რაღაც ისეა თუ ვინმე ადამიანი რაღაცას მატყუებს ეგ ჩემი ნება არის დავიჯერო თუ არა და ის რომ იტყუება ეს ხომ ისი პრობლემა არის ის ხომ ისი რაღაცა ასე თქვა ცოდვა არა რომ იტყუება და მე დავიჯერებ თუ არა ეს უკვე ჩემი საქმეა გააჩნია სიტუაციას რომ საჭიროა დავიჯერებ მინდა გავიცოთ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი არის, რომელიც ძალიან მომწონს და თაყვანისმცემელი ვარ, თქვა რეჟისორები, მსახიობები, ან მწერლები, არ ვიცი, ძალიან ბევრი არის. ერთ-ერთ ინტერვიუში მახსოვს, მკითხეს აი მსგავსი რაღაც ის იყო ბლიც, რომ ვისთან ის ადილებდით, ივახშმებდით უბრალოდ ვუდი ალენთან თქვი და იმ მომენტში რაღაცა მინდოდა და ეხა არ ვიცი, ვისთან არ ვიცი, აი ამ თუთას არ ვიცი. გაჩიე ვინ დამპატიჟებს. საჭმელი? ბევრი ხილი და თევზი. თევზი ხორცს არ ვჭამ, არ მიყვარს, ვერ ვჭამ და ხო თევზი მიყვარს ძალიან. თევზი, ხილი, ბოსტნეული და კიდე რძის ნაწარმი, ყველი, უცილებლად. ყველი მაწონი, ეს არის ჩემი საყვარელი კიდე. ბევრი არის გააჩნია, აი ეგეთ რაღაც პერიოდულად არის. ნუ მაგალითად ვაიმე არის ძალიან ხშირად, რასაც მაგალითად ჩემ უცხოელს მეგობრებსაც რომ ასწავლე, ვაიმე და ისინი ვთქვათ, აი მე უკვე იმათაც აქვთ ეს ვაიმე ალბათ. აუ არ ვიცი, ეხლა არ ვიცი. ჯერა რომ მე ვიქნები ძალიან კარგად მაგისი ჯერა ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ რომ აუცილებლად სიკეთე გაიმარჯვოს ანუ სიკეთე გაიმარჯვოს და ეს რაღაც ბოროტობა აღარ იქნება რა გაქრება მაგისი ჯერა ადრე უფრო ხშირად ტიროდი ბოლო დროს რაღაცა აღარ მეტირება არ ვიცი, ვერ ვიხსენებ. ყველაზე რთულად მახსენდება ომის პერიოდი 2008 წლის. მანამდეც იყო ომები და მანამდეც მახსოვს ძალიან რთულად ყველაფერი ვთქვათ, აი რაც იყო ხო ხდებოდა ვითარება გარეთ, მაგრამ მე ვფიქრობ რომ მაგ პერიოდში უკვე მყავდა შვილი და ეს რაღაც სხვანაირად სხვა პასუხისგებლობა იყო და აი ვიყავი ძალიან დაზაბული, მაგრამ ისიც ვიცოდი რომ მალე დამთავრდებოდა და კარგად ვიქნებოდით. ჩემ შვილთან, მაინც, ჩემ შვილთან იყო ჩემი შეხვედრა. ოჯახი მთავარია. ოჯახი არის ძალიან, არ ვიცი, ყველა ადამიანისთვის არის ესეთი ძალიან წმინდა რაღაცა და ძალიან ინტიმური და რაღაც შენია ეს.
მე დღემდე ჩემ მშობლებთან ვცხოვრობ. მე შემიძლია ცალკე ვიცხოვრო, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემ ეს გარემო და რაღაც ვერ წარმომიდგენია, რომ ცალკე ვიყო. მეთქიმოზე მახსენდება ვთქვა ბებიების, ბაბუების, ბიძა ჩემის რაღაცა ეს კიდე მეგობრების სიკვდილი და ეს აი თქვა რაღაც რომ მახსენდება თქვა, მაგრამ ნუ რა სიზავ ეს არის ცხოვრება და ამასაც მე ეგუება სამწუხაროდ ადამიანი. მაგრამ იმ დროს ძალიან ცუდად ხარ და გქონია რომ არა ეს რაღაცა საშინელება არ დამთავრდება. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ყველაფერი მაცვია და სვად რაც არ უნდა ჩავიცვა ის უნდა მე მოვხდინო, ამიტომ არასოდეს არ ჩავიცვა, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერს არ ვიცმევ. ზოგჯერ მწვენი ყოფილა რაღაც მომენტები, რომ ხაც გამიკეთებია მithქვე და მე ანუ ოღონდ ისე რომ ანუ ხო აი ყოფილა ეგეთი რაღაც. მაგრამ ნუ რას იზავ, რაღაც აი ეს მაგ აი ზუსტად ეგ ფრაზა სხვათა შორის მაქვს ერთ-ერთი ფრაზაზე რაც თქვით, მაგრამ ეს ფრაზა არის ისეთი ეს უფრო როგორც მთელი დღე აი ესე მიყვარს ეს ფრაზა ჩემი ნატალია იყო 2 წლის და რომ მეხუტებოდა მეუბნებოდა მიყვარხარ და რომ ვეკითხებოდი როგორ ეს მეუბნებოდა მთელი დღე ანუ სულ მიყვარხარ ხო და აი ეს მთელი დღე მაქვს როგორც აი ეს რაღაც ჩემია ეს ეს არის მაგრამ ეს ამას არ ხმარო ხშირად არ მაქვს შეიძლება მაქვს ქვეცნობიერად რამე არ დავეძებ ხო სხვათა შორის ეგ ფრაზას მომწონს რას დაეძებ ვიღაც რასაც ნერვიულობ მეუბნები რას დაეძებ ალბათ ჩოგბურთელები ანდრია გასი აი ეგ ჩოგბურთელები არიან ძალიან სიმპათიურები თუმცა წყალბურთელებსაც ძალიან ლამაზი ტანები აქვთ მაგრამ აი ჩოგბურთელებს კიდე სხვა ესთეტიკა აქვთ რაღაც აი ანდრია გასი არის ერთ-ერთი ესეთი და კიდე ნადალი ალბათ ანუ კიდე რა ვიცი ძალიან ბევრია უფრო ჩოგბურთელები ეს ორი ბეჭედი სულ მაქვს ტელეფონი და დამტენი, მაგრამ ტელეფონი დამტენი ერთად. დამტენის გარეშე ტელეფონი არ არსებობს. კიდე რა მაქვს? სიგარეტიც ისეა. ხან მინდება, ხან არა. სუნამო ალბათ. დილა აი დილა მიყვარს ყველაზე ძალიან. აი რაც არ უნდა გვიან დავიძინო 9-ზე აძე მეღვიძე მაქსიმუმად 9-ზე. და დილის რა მიყვარს იცი რომ ვიღვიძე პირველ რიგში ფანჯარას რომ ბოლომდე რო გახსნი და აი ეს ჰაერი რო შემოდის აი გიჟდები აი ეგ მომენტი არის ყველაზე მთავარი და ვფიქრობ რომ დილის დაწყება ესე უნდა იწყებოდეს. შემდეგ უკვე მოდის ჰერკულესის ფაფა ყავა და თუ სადმე არ მეჩქარება, მე უკვე სახლისში რაღაც ფუსფუსი ხალათში, აი ეგ მიყვარს ძალიან. და თუ სადმე მეჩქარება, მაშინ უკვე არაფრის ის დრო არ გრჩება და ჩქარა გავიხარ შესაქმეებზე. ისე მიყვარს სახლში დომა. აი იცი როგორ მეხსიერება, მაგრამ ყველაფერი მახსოვს. აი 2 წლის რო ვიყავი ის მახსოვს, 12 წლის რო ვიყავი, შარშანამ დროს რა მოხდა მახსოვს. ზოგჯერ მე თვითონ ვერ ხვდები რატომ მახსოვს, მაგრამ აი ესეთი მეხსიერება ყველაფერი მახსოვს და მახსოვს პირველი ჩემი ფოტოსესია, ეს იყო 2 წლის ვიყავი. ეზოში რო დეჩემს რომ მოუღები ну იმას რა თქმა უნდა ახსოვდა და აი როგორ გახსოვსა და აი მახსოვს ის კაცი რა ეცვა როგორ რას ვაკეთებდი და ალბათ მაშინ შემიყვარდა ეს მე ვფიქრობ ამისთვის უნდა დაიბადო რაღაც საქმისთვის როცა იბადები ძალიან ბევრი არის და მეც მიყვარს ჭორაობა არც მალავ რაღაცას გავიგებ არ არსებობს მეგობრებს არ მოუყვება იცით რა მოხდა ეს რაღაც ისეთია ეს ჭორი არის რაღაც ადამიანების საკონტაქტო რაღაცა ოღონდ ბოროტი ჭორი ხა მოიგონო ვიღაცას ეგეთი არა ჩემს ძალიან ბევრი ალბათ კი მსმენია მაგრამ მაგასაც რას დავეძებ არ ვაქცევ ყურადღებას არაფრის იცი არ მეშინია. კი, საშიშია რაღაცეები, არ მსიამოვნებს რაღაცეები, მაგრამ უფრო არ მსიამოვნებს, შიში არა. რა ვიცი. ფობია არ მაქვს ესეთი. არტო სიმინდის უნზე.
ეს ფობიური სუნის ის მაგალითად. ცხოვრება იცი რა არის, რომ დაიბადე უკვე შედგა, იმიტომ რომ რადგან ღმერთმა აი ესე გადაწყვეტა რომ შენ და შენ უნდა იყო უკვე შემდგარია და ახლა უკვე მე შენზე არის ყველაფერი. ანუ შენ თვითონ გამართავ შენს ბედს და რა თქმა უნდა ეს ბედიც არის და ზემოდან თქვა რაღაც არის რაღაცა ნიშნები ხო, მაგრამ შენ თვითონაც უნდა ისეთი იყო რა რაღაცა ნიჭიერი, ანუ უნდა გინდოდეს ცხოვრება და უნდა გსიამოვნებდეს, უნდა გიხაროდეს. საშინელი ხასიათი მერყევი სასწორი ვარ და რაღაცას რო ვყიდულო ფიქრობ, მინდა არ მინდა ან რაღაცა ნუ აი სულ რაღაც ის იმაში, აი სულ რაღაცას ვფიქრობ ან კი თუ არა, აი რაღაც აი ეგ მღლის ძალიან, ან რაღაცა თუ მინდა, მე მეორე დღეს აღარ მინდა. ხო, აი ეგ არ მომწონს ჩემ ხასიათში. რთული ხასიათი კი არ მაქვს, მაგრამ ეგ ხასიათი მე უფრო მღლის ვიდრე სხვას. შემიძლია ჩვეულებრივად ანუ ჩვევა რა გავიხადო ჩავიცვა აი აქაც რა ანუ არ იმედად გამჯდარი მაქვს ეს რაღაც არის ანუ აი ვერ გძნობ იმას რომ აი რაღაც გაიწია იმიტომ რომ ალბათ ეს გამომდინარე ამდენი წლის გამოცდილებიდან ხო და კიდე ჩვევა მაქვს რაღაც ჩვევები კიდე ხო ცოტა კაპრიზული არის მაგრამ ისეთი ვარ აი რა ჩემებური რაღაც ციკები მაქვს არ ვიცი რა სამბობენ ეგ იმათ კითხეთ ტყუილს ვერ ვიტან თან რო ხვდები რომ ატყუებენ მეცინება ძალიან ბევრი არის ანუ ერთი არ მყავს რა ვიცი ვუდი ალენით დავიწყეთ ხო მე ალმადოვარიც მეყვარს გრინვეი ძალიან ბევრია ხო ნუ ყველა ადამიანს აქვს თავის რაღაც პრინციპები არ ვიცი ჯერ შემოთავაზობ და მე დავფიქრდები წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავი თუ ვისურვებდი რომ ვიყო არ ვიცი თუ ჩემზე გაიგებენ, რა ვიცი, რაღა უნდა მე მგონი არაფერი არავის აღარ უყვირს. მე მაგალითად არ მეყვირს არაფერი და არ ვიცი. ალბათ ამ ინტერვიუს მერე რაღაცებს გაიგებენ ჩემზე. ვაფასებ, როდესაც პატივისცემას ვაფასებ პირველ რიგში. მომწონს აი ეს თვისება, როდესაც ადამიანი პატივისცემს შენს აი რა თქვა ანუ პატივით არის რა შენს მიმართ. აი ეს არის ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა შენც ესე ხარ. We gon' do this.